როგორი ბაბუა ხართ ეგეც გითხარით? ყველა ბაბუა ყველა ერთნაირი. ბაბუა ყველა ერთნაირია. ესე იგი ყველაფერს უსრულებს შვილიშვილს და შვილიშვილებს და აბსოლუტურად ყველანაირი კრიტიკული მომენტი რაც შეიძლება გქონდეს ეგ არავის არ აქვს. ბაბუა არის ბაბუა ყველა და ბებია უმრავლესობა ეგრე. იმიტომაც ვყავთ შვილიშვილებს გასაკვირველი ბებია ბაბუას და გასაკვირველი. ხო არა, მე როგორ მახსოვს ახლა მაშინ პენსიობდა რა. ხო, ბებია რომ ლარს მომცემდა ხოლმე იმაზე მაგარი ლარი არ არსებობდა არასოდეს. ბებია და ბაბუა საქართველოში და საერთოდ რახან თქვით ახლა უცხოელებს ბევრჯერ უკვირთ ხოლმე და რა უკვირთ რომ როდესაც აი შეხედავ ქართველ ვაჟკაცს ისეთი რომ მუშტი რო დაკრას ხარს გააფრთხობინებს სულს და ბებიას და ბაბუას რომ შესანდობარს ამოსვისას ცრემლები მოსდა იმას ეს უკვირს იმიტომ ის ვერ ხვდება რაშია საქმე იქ ბებია და ბაბუა ასე არ არის ჩართული შვილიშვილის აღზრდაში და აქ კიდევ თავდავიწყებამდეა მისული და ამიტომ ამისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ნამდვილად. ბებია და ბაბუა ძალიან კარგი ინსტიტუტია ჩვენთან ბებია და ბაბუის ინსტიტუტი. ერთ მოვყვები თუ შეიძლება ბებია ძალიან მწარეთ მახსენდება ხოლმე ხშირად და იმიტომ მინდა რომ თქვა რომ იქნება უმეშვას არ ვიცი ერთხელ დაურეკე სტუდენტი ვიყავი სახში მოვდივარ და კარტოფილი შემიწვი მეთქი. დღემდე ბებია ჩემისნაირ კარტოფილს ვერ წავს ვერავი. ოღონდ ვიცოდი რომ რო უთხარი მშია იჩქარებდა და უმს დამახვედრებდა. უმი არ დამახვედრა როგორც იცი მეთქი კარგად შემიწვი. რომ მოვედი უმი დამახვედრა მაინც და არ შევჭამე და იტირა ბაგრად და ისევ ბრაზდები ხოლმე ჩემ თავზე ბატონო. ისევ ბრაზდები ხოლმე შემიჭამა ის უმი აი ვერ პატიო ჩემ თავს მაგ უსაქციელობას რა.